კი, ორი cage box-ი დავჭა, მეგობრებო, და ორივე ძალიან საინტერესო. ახლა ვხედავთ ლევან ნინუას, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ, დებიუტი კომბატ სპორტში და არის კალათბურთელი. მან თქვა რომ უნდა გამოცდილების მიღება cage box-ში, რაც მისასალმებელია. აუ ნახოთ, როგორ დაიწყება. მეტოქე, პირველი მეტოქისთვის ნამდვილად რთული მეტოქე ყავს მეტოქი. და დასაფასებელია ეს ყველაფერი. ესეთი ნაბიჯის გადადგმა. გეთანხმები? ეს ზოლა შეგახსენოთ, მინდა შეგახსენოთ რომ არის cage juniorები, ამიტომაც მათ შლემებით უწევთ ბრძოლა. კი, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობა პირველ რიგში, პატარები არიან და გაუბრწყებდეთ აუცილებლად. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საინტერესო არ იქნება. ეგეც მაგაშიც გეთანხმები? მისი მეტოქე საკმაოდ გამოცდილი და ძლიერი მებრძოლი ლუკა ხიზანეიშვილი. ცხოვრობს თბილისში და ორჯერ არენა 2-ში. 1.82 არის სიმაღლეში და საბრძოლო კარიერა დაიწყო კრივით წელიწად ნახევრის წინ. აბუ ასათიანთან დამარცხა წინა ივენტზე, რასაც არ ეთანხმება და რემატჩი უნდა დიდი ალბათობით დარწმუნებული ვარ. მინდა ვთქვა რომ ძალიან თანაბარი ბრძოლა იყო და საკმაოდ ახლო ბრძოლა. ორივე მხარე შეიძლებოდა წასულიყო, მაგრამ იმ დღეს აბუ ასათიანი გადაწყვიტა საჯებმა რომ იყო გამარჯვებული. და მე თითქმის 100% დარწმუნებული ვარ რომ მათი რემატჩი შედგება აუცილებლად UFC-ს ოქტაგონზე. მეც ნამდვილად ასე მგონია. მაგრამ დღეს სხვა საქმე აქვს ლუკას და ეს საქმე არის მინდა ვახსენოთ რომ მას აქვს ძალიან დიდი წვდომაში აქვს ძალიან დიდი უპირატესობა კი და კარგად იყენებს და ძალიან კარგად იყენებს ამას. უსმინოთ გიორგის Ladies and gentlemen, this is the co-main event of the evening. This fight is 3 rounds in the TFC cage boxing division. Introducing first, fighting out of the blue corner, a fighter with a record of 0 wins and 0 losses, making his debut in the TFC, weighing in at 68 kilograms. Fighting out of Tbilisi, Georgia, Levan Ninua! And now, introducing his opponent, fighting out of the red corner. This will be his 3rd fight in the TFC, holding a cage boxing record of 1 win and 1 controversial loss, weighing in at 68 kilograms. Fighting out of Tbilisi, Georgia, Luka Khizanishvili! გადმოცემა შეეშალა ჩვენა შემდეგი ბრძოლის ტიტრი და ეს არის ლუკა ხიზანეიშვილი და არა ალექს ნატროშვილი. არა უშავს ხდება. მსგავსი რაღაცები. ლურჯკუთხეში ლუკა ნინუა და ციცარ კუთხეში ხიზანეიშვილი. ლევან ნინუა უგასწრაფად. შოუს ელემენტები უკვე კი ნამდვილად კალათბურთელი აი აქ ორივემ დაახვედრა ერთმანეთს დარტყმა. კარგად იყენებს ჯებს. და შლემი გაძრა აქ ხიზანეიშვილს. საჯი ლუკა ფალიანი cage boxing-ზე არ არის მანუჩარი. ლოგიკურია მანუჩარი გამოცდილია მე ის მებრძოლი. ნამდვილად. cage box-ზე არ არის. თავისი საქმე გააკეთა დღეს. მადლობა მანუჩარს. საკმაოდ უშიშარი კალათბურთელი ყოფილა ლევან ნინუა მინდა. და დაგეცა ხო შეყვა ყველა გასვლა შეყვა და აქ შლემიც მოახსნა. ხო 30 წამია გასული, ასე რომ ნახოთ.
კარგი ჯები აქ ხიზანეიშვილისგან, მაგრამ დაუბრუნა აქ კომბინაცია. აქ იყო ნოკდაუნი. მე მგონია ფლის არა არის სათა შორის და ვეთანხმები, იმიტომ რომ თითქოს ფეხი დაუცდასავით. უკან მიდიოდა და უბრალოდ წონასწორობა ვეღარ შეინარჩუნა და აქ აი შლემის პრობლემა ისევ დარტყმის გამო. დიდი აქვს შლემი აქ ნინუას. დიდი სივრცე არის თავის და შლემს შორის. დაუთვალა, მაყურებელს უთხრათ რომ დაუთვალა დაჭმა. კარგი ჯები. ისევ კარგი მარჯვენა. ოვერჰედი, მაგრამ აქ ხიზანეიშვილა დაუბრუნა კომბინაცია და კიდევ დაუთვალა აქ ნინუას. გრძელდება საინტერესო. კიდევ ერთხელ დასრულა საჯმა ბრძოლა და ლუკა ხიზანეიშვილი არის ამ ბრძოლის გამარჯვებული. კი, კიდევ ერთი ფინიში, მოკლედ. Ladies and gentlemen, give it up for your winner via first round TKO, Luka Khizanishvili! სალამი ლუკა, გილოცავ გამარჯვებას. მითხარი რა იყო შენი გეგმა ამ ბრძოლაში? First of all, I want to thank my friend, my brother Alex Nato. We've been training for this fight together. He's put everything in me. He's helped me a lot to improve and win this fight. And I'm thankful for him. Also, I want to thank my coach, Benoit Damia. Beno, you helped me with the weight cut. I'm so thankful for you. ასევე დიდ მადლობას ვუხდი კორნერის მაღაზიას. ისინი ძალიან პერიოდის განმავლობაში ჩემს გვერდით იდგნენ და სწორედ მათი აღჭურვილობით ვარჯიშობ ლუძვი და მუდმივად გაყოფილი ვარ მათი აღჭურვილობით. ახლა გეგმაზე რო გვესაუბროთ შეიძლება. გეგმასაც შეეხება. აბო, რაც სამართვი იმის სამოსახებად მოვდივარ. მადლობა ლუკა. ლუკა ხიზანეიშვილი.